არის მაგუმბერიძე. 31 წლის ვარ. ვარ უსინათლო დაბადებიდან, დავამთავრე 202 თბილისის 202 უსინათლოთა საჯარო სკოლა. შემდეგ თესეუს იურიდიული ფაკულტეტი. რა ვიცი, ახლა ვარ აქტივისტი, ვატარებ ტრენინგებს შშ პირთა უფლებებზე, კომუნიკაციის წესებზე, ხან სკოლებშიც ვატარებ შეხვედრებს, ვიდეოებს ვიღებ ცნობიერების ამაღლების მიზნით და ეს არის ჩემი ძირითადი საქმიანობა. რეგიონებში სულ სხვა სირთულეებია, რაც თბილისში არ არის. მაგალითად, ელემენტარული, ანუ თბილისის და ბათუმის გარდა გაჩერებები ავტობუსებში არსად არ ცხადდება. თბილის გარეთ არც ხმოვანი შუქნიშნები არ არის, ბევრგან, თბილისშიც ცოტა არის, ძირითადად ცენტრალურ უბნებში, მაგრამ არის მაინც. ხომ და რა თქმა უნდა, საზოგადოების დამოკიდებულება, მაგალითად, როცა მიდიხარ ხელჯოხით, არ იციან კომუნიკაცია. თქვათ იმისაც, რომ გზა დაგითმონ, ცდილობენ, რომ ხელი მოგკიდონ, არ ვიცი, გონიათ, რომ წაიქცევით რაღაც. ელემენტარული, თქვათ, ხელჯოხს კიდევენ ხელს, რაც აწევა იციან ხელჯოხის, რაც იგივეა, რაც თვალზე რო ხელი აგაფარონ. იმის მერე ბევრი რამე შეიცვალა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის მაინც, რომ შენ თვითონ უნდა გაიაზრო, რომ შენ შეგიძლია, რომ დამოუკიდებლად იარო. და ნელ-ნელა უნდა დაიწყო რა, ფსიქოლოგიურად ყველაფერს ეგრევე ვერ. მაგალითად, მე დავიწყე ჯერ მეტროთი, იმიტომ რომ მეტროში ნამდვილად ცხადდება გაჩერებები და მიმართულება არ არის რთული გასარკვევი. მაგალითად, ახლა ავტობუსის გაჩერებაზე რო დგახარ და არ იცი რომელი ავტობუსი მოვიდა. შეიძლება მოდიოდეს ბევრი სხვადასხვა მიმართულების ავტობუსით. ახლა მეტროში ერთი მიმართულებით მიდის, ხო, მატარებელი. მე ნელ-ნელა დავამატე უკვე ავტობუსებიც, როცა გაჩერების გამოცხადება დაიწყო. უმაღლეს განათლებაში საერთოდ არ გვაქვს არაფერი ინკლუზიაზე, არაფერი. კონკრეტული სტუდენტის გამტანობაზე და ინფორმირებულობაზე არის და უნივერსიტეტის კეთილნებაზე. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. და გვჭირდება, რომ დაინერგოს მაგალითად, 18 წელს ზემოთ პირებისთვის მობილობა ორიენტაციაზე ზოგადად დამოუკიდებელი ცხოვრების სწავლება. და კიდევ ერთი სხვათა შორის, რაც ძალიან კარგი იქნებოდა, არის, რომ ჩვენ ვჩანდეთ უფრო მეტად რეკლამაში, იმიტომ რომ ეწითმოსარგებლეებიც, რა ვიცი, იყენებენ საპნებს, სარეცხვილს, შამპუნებს, უსინათლოებიც ვიყენებთ, კოსმეტიკას, სუნამოებს, რაღაცებს, ნებისმიერ რაც, რა ვიცი, პროდუქციას ვსარგებლობთ სხვადასხვა მაღაზიებით. ნებისმიერი პროდუქციის და შესაბამისად, ჩვენ უნდა ვჩანდეთ რეკლამაში. ესე არ არის, რომ მარტო რაღაცა ერთი სტანდარტული გარეგნობის მქონე ადამიანები რო არიან, რომლებიც ბუნებაში არ მოიძებნება ეგეთი. ადამიანების დამოკიდებულება რო შეიცვალოს, ხშირად უნდა ხედავდნენ შშმ პირებს, არა მარტო ხელგამოწვდილი მოწყალების მქონელის სახით, არამედ საჯარო სივრცეებში, კაფეებში, რესტორნებში, სამსახურებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში. და გარემო როცა არ არის მისაწვდომი, როცა არ გვაქვს მაგალითად დასაქმებისთვის სავალდებულო კვოტები, სხვილ დამსაქმებლებსაც როცა არ ავალებენ შშმ პირების დასაქმებას, ეს ადამიანები არ ჩანვართ. შესაბამისად, ესე ყველა სათითაოდ ხა 3 მილიონს ხო ვერ ვასწავლით, არა? ეს მოხდება პრაქტიკით.